ლიმფური კვანძები არის პატარა ორგანოები ჩვენ სხეულში და ძირითადად არის განლაგებული ჯგუფ-ჯგუფად კისრის მიდამოში, იღლიებში, საზარდულში, გულმკერდის მიდამოში, ნაწლავებთან. მოკლედ ლიმფური სისტემა გვაქვს, ლიმფური სისტემის ნაწილები არიან ეს ლიმფური კვანძები და ლიმფური კვანძი რო წარმოიდგინეთ არის როგორც ფილტრი. ფილტრი რომელიც ფილტრავს, ანუ იჭერს როგორც ხაფანგი, ესეა, ბაქტერიებისთვის, ვირუსებისთვის, სიმსივნური უჯრედებისთვის და სხვა მავნე ნივთიერებებისთვის. იჭერს თავისთან ყავს და აი ეს ლიმფური კვანძები არის როგორც პატარა სამხედრო ბანაკები, სადაც როგორც ჯარისკაცები იყვნენ რა და პირველი შემოსული თქვა 10 მტერი თუ შემოვა, ესენი განეიტრალებენ და ესხმებიან თავს. როგორც მინიმუმ შეებრძოლებიან. აი ესეა ჩვენ ორგანიზმში ლიმფური სისტემა. რაც შემოდის ინფექციები ებრძვიან, ეგრევე ეტაკებიან ლიმფურ სისტემაში მოხდება, პირდაპირ გაიჭედება, თუ ვერ გაიჭედება და გაარღვია, შემდეგი წყება და ასე. თუ კი ლიმფური კვანძი დიდდება, ეს ადამიანებს დიდად აღელვებთ ზოგადად, იმიტომ რომ შეიძლება ნიშანი იყოს სიმსივნის. და მეორე მხარე ის არის, რომ ლიმფური კვანძი როცა დიდდება, პირველ რიგში ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სიმსივნის გამო გადიდა. პირველ რიგში იმის გამო ვამბობთ, რომ ჩვენ ორგანიზმში რაღაცა ხდება და ჩვენი ორგანიზმი რაღაცას ებრძვის და უნდა დავადგინოთ რა არის ეს რაღაცა. და ამაზეა ზუსტად ჩემი ვიდეო, მე გეტყვით რა იწვევს ყველაზე ხშირად ლიმფური კვანძების გადიდებას, როგორია საშიში ლიმფური კვანძების გადიდება და როდისაა ნაკლებად საშიში და როდის როგორი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე ბოლოში გეტყვით საუკეთესო საკვებ დანამატებს, რომელიც მიჩნეულია რომ მოქმედებენ ლიმფურ სისტემაზე და აქვთ მის დამცველობითი ეფექტი. ყველაზე ხშირად ლიმფური კვანძების გადიდებას იწვევს ვირუსული ინფექციები და ბაქტერიული ინფექციები. ვირუსებიდან აი პრაქტიკულად ნებისმიერ რაც კი შეიძლება თავში მოგივიდეს, ყველაფერმა შეიძლება გამოიწვევს დაწყებული გაციების ვირუსებიდან, რინოვირუსები, ადენოვირუსები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ინფლუენზას ვირუსი, თითქმის ნებისმიერმა ვირუსმა შეიძლება გამოიწვევს ლიმფური კვანძების გადიდება. განსაკუთრებით ბავშვებში. ბავშვებში ძალიან ხშირია და ეს ლიმფური კვანძები ზოგჯერ არის მტკივნეული, შეხებით დიდია, ხელით შეიძლება მოსინჯვა და არის მტკივნეული. ბაქტერიული ინფექციებიდანაც თითქმის ნებისმიერმა ბაქტერიულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს. აი ყელი რო ტკივა ადამიანს სტრეპტოკოკული ინფექცია როცა აქვს მაგალითად, ან ღრძილებში აბსესი თუ აქვს, კბილის აბსესი, ან უბრალოდ კანზე შეიძლება კონდეს კანზე ბაქტერიული ინფექცია, სტაფილოკოკული ინფექცია, ანუ აქაც ნებისმიერმა რამე შეიძლება გამოიწვიოს. ანუ კანზე, ლორწოვან გარსებზე და ორგანიზმში არსებულმა ვირუსულმა ან ბაქტერიულმა ინფექციებმა მის მახლობლად შეიძლება გამოიწვიოს ლიმფური კვანძების გადიდება. აქ მთავარი მარკერი ის არის, რომ როცა ვირუსები ან ბაქტერიები იწვევენ ლიმფური კვანძების გადიდებას, ძირითადად იწვევენ დროებით და როგორც კი გაულის ადამიანს ეს ინფექცია, მაშინვე ლიმფური კვანძი პატარავდება. ნუ მაშინვე არა, მალევე, ანუ დაახლოებით 4 კვირის ფარგლებში ლიმფური კვანძი უნდა დაპატარავდეს. თუ 4 კვირის განმავლობაში არ დაპატარავდა, ამას ეძახიან ქრონიკულ ლიმფური კვანძების გადიდებას, ქრონიკულ ლიმფადენოპათიას. ზოგადად თუ შეგხვდათ სანმე სიტყვა ლიმფადენოპათია ნიშნავს ლიმფური ჯირკვლების გადიდებას და ქრონიკული ნიშნავს რომ 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება. აქვე არის ხოლმე ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომ როცა ქრონიკული ლიმფადენოპათია აქვს ადამიანს, ერთი ლიმფური კვანძი დიდდება თუ ბევრი, ყველა თუ ცოტა და ასე. შეიძლება ასეც იყოს და ისეც. დაახლოებით 30-დან 50% შემთხვევამდე თითქმის ნახევარი, მოკლედ ადამიანი ხედავს ერთ ლიმფურ კვანძს რომ გადიდებულია. ზოგ შემთხვევაში ბევრია გადიდებული. და მიზეზები, როცა ქრონიკული ან დიდხანს გრძელდება ლიმფური კვანძების გადიდება, ყველაზე ხშირად აქაც ინფექცია. ინფექციებიდან მაგალითად ტუბერკულოზი, კატის ნაკაწრის დაავადება, ასე ქვია, ტოქსოპლაზმოზი, არის ეს ინფექციები, რომელიც ხანგრძლივად იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას. მაგალითად ტუბერკულოზი ძირითადად ისრის მიდამოში იწვევს. კატის ნაკაწრის დაავადება იმის მახლობლად, სადაც კატამ დაკაწრა, ხშირად იღლის მიდამოში იცის ხოლმე ლიმფური კვანძის გადიდება.
მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც ქრონიკულად ადამიანს ლიმფური კვანძი აქვს გადიდებული, არის რეაქტიული ლიმფადენოპათია. რეაქტიული გაგიათა ხშირად წერენ ხოლმე ალბათ იმეებში, რეაქტიული ლიმფადენოპათია დასკვნებში რას ნიშნავს? რეაქტიული იგივე არის რომ გადიდებულია, მაგრამ არ ვიცით რატომ. არ ვიცით რატომ, მაგრამ უმეტესად გულისხმობთ რომ რაღაც საშიშის გამო კი არაა გადიდებული, სიმსივნის გამო კი არაა გადიდებული. უმეტესად გულისხმობთ რომ აი იყო ინფექცია, გადიდა ლიმფური კვანძი და აღარ დაპატარავდა, ან ძალიან ნელა პატარავდება. აი ამას გულისხმობთ, როცა ქრონიკულ ლიმფადენოპათიას გულისხმობთ. როცა გადიდებულია და თან საშიშადაა გადიდებული, მაშინ როგორც წესი რეაქტიულ ლიმფადენოპათიას არ წერენ ხოლმე, წერენ რომ მაგალითად საჭიროებს ბიოფსიას, იმიტომ რომ საერთოდ გამოიყურება. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც ლიმფური კვანძები დიდდება, არის ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად სისტემური წითელი მგლურა, სარკოიდოზი, რევმატიული ართრიტი, აი ესეთი ავტოიმუნური დაავადებები, როცა საკუთარი იმუნური სისტემა ებრძვის საკუთარ ორგანიზმს და ეგ იწვევს ძირითადად გენერალიზებულ ლიმფადენოპათიას, ანუ ყველგანაა ლიმფური კვანძები გადიდებული. არა ერთ ადგილას, ან ორ ადგილას, არა ერთი ჯგუფი ლიმფური კვანძებს, არ ყველგან არის გადიდებული. ან როგორც მინიმუმ რამდენიმე ლოკაციაზეა გადიდებული. მეოთხე ხშირი მიზეზი, ხო, ეს არ არის ხშირი, მაგრამ არის მნიშვნელოვანი, თორემ ნუმერაციულად და რიცხობრივად არ არის ხშირი, დაახლოებით 1-4% შემთხვევაში არის სიმსივნეების გამო. რომელი სიმსივნეები იწვევს? ლიმფომა, ლეიკემია, მეტასტაზური სიმსივნეები იწვევენ ლიმფური კვანძების გადიდებას. განსაკუთრებით თუ ერთი ლიმფური კვანძია გადიდებული, ის შეიძლება იყოს მეტასტაზური ლიმფური კვანძი. განსაკუთრებით საყურადღებოა ასაკოვნებში, იმიტომ რომ ასაკოვნებში მეტასტაზები ხშირია ხოლმე და სიმსივნეები ხშირია და შედარებით მაღალი რისკია ყოველ შემთხვევაში, თუმცა ახალგაზრდებში შესაძლებელია, არ უნდა გამოვრიცხოთ, უნდა განვიხილოთ, მაგრამ უფრო მოსალოდნელი არის ასაკოვნებში. მეხუთე ხშირი მიზეზი არის წამლები, წამლებიდან ზოგიერთი ანტიკონვულსანტი, პენიცილინი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ალოპურინოლი, ან სხვადასხვა წამლებმა შეიძლება ლიმფური კვანძების გადიდება გამოიწვიოს, თუმცა ესეთი შემთხვევები ხშირი არ არის, იშვიათია. და მეექვსე სიხშირის გამომწვევი არის კანის ქრონიკული დაავადებები, მაგალითად ეგზემა, მაგალითად ფსორიაზი, და კანის ქრონიკული ინფექცია, მათ შეიძლება მომიჯნავ ყველაზე ახლოს ლიმფური კვანძები რომელიც არის, მათი გადიდება გამოიწვიოს და ძალიან იშვიათი არ არის. შესაძლებელია, თუმცა სხვა ზემოთ ჩამოთვლებთან შედარებით იშვიათი მდგომარეობებია. ახლა რომ ვამბობთ, რომ გადიდებულია ლიმფური კვანძი, რას გულისხმობთ ამ გადიდებაში, რამ ხელათია გადიდებული? ლიმფური კვანძი ნორმაში უნდა იყოს ოვალი. ანუ წაგრძელებული ფორმა უნდა ქონდეს, მრგვალი არა, ბურთივით არა, არამედ ოვალური, დრაგვის ბურთივით უნდა იყოს. და მისი დიამეტრი, მოკლე დიამეტრი, ოღონდ გრძელი არა, მოკლე დიამეტრი უნდა იყოს 1 სანტიმეტრამდე. არა 1 სანტიმეტრზე დიდი. განსაკუთრებით კისრის მიდამოში და იღლიების მიდამოში 1 სანტიმეტრამდე უნდა იყოს მოკლე დიამეტრი. და მისი გრძელი მხარე, ანუ ხომ ოვალია და წაგრძელებული მხარე აქვს და მოკლე მხარე აქვს, ხო? წაგრძელებული მხარე ორჯერ დიდი უნდა იყოს, საშუალოდ ორჯერ დიდი უნდა იყოს მოკლე მხარეზე. ან ბურთივით არ უნდა იყოს, მოკლედ, მთავარი აზრი ეგ არის. და თუ კი დიდდება 1 სანტიმეტრზე მეტად ეს მოკლე მხარე, მაშინ ეძახიან ლიმფადენოპათიას, ანუ იზრდება ლიმფური კვანძი ზომაში. საზარდულის მიდამოში ნორმა შეიძლება იყოს 1,5 სანტიმეტრი, ანუ 1 სანტიმეტრი კისრის მიდამოში, იღლიების მიდამოში, 1,5 სანტიმეტრი უფრო დიდი ლიმფური კვანძები გვაქვს საზარდულის მიდამოში. ისიც წაგრძელებული ფორმის, ისიც ოვალური ფორმის. ოღონდ აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ სუბკლავიკულ მიდამოში, ანუ ლავიწა ზედა მიდამოში, ლავიწი არის ეს ლავიწის ძვლები ეს თეორი ძვალი რო გვაქვს აი აქ ეს ლავიწა ზედა მიდამოში 0.7-ზე მეტად თუ არის გადიდებული აი ეს მსხვილი მხარე, უკვე ლიმფადენოპათიად მიიჩნევა და უკვე საყურადღებოა რატომ? იმიტომ რომ
ხშირად იცის ხოლმე მეტასტაზურმა სიმსივნემ აი სუბკლავიკურ მიდამოში გადიდება და ან საჭმლის მონელებელი სისტემის სიმსივნეებმა ზევით შეიძლება გამოიწვიოს ლიმფური კვანძის გადიდება. აი ეგეთი თითქოს ეს შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ ეს ხდება ხოლმე, ამიტომ ყურადღება ენიჭება ლავიწზე და მიდამოში ლიმფური კვანძის გადიდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა. ნორმალური ლიმფური კვანძი არის მოძრავი, მოკლედ, აი რეისიურ ზომად ლიმფური კვანძებს ეკო ძალიან კარგად ნახულს ეკოსკოპია, ულტრაბგერა. და პრობს რომ ეს დაადებენ, ამოძრავებენ, ისიც მოძრაობს მიყვება. თუ არ მოძრაობს, ფიქსირებულია და თუ მკვრივია, ის უფრო საეჭოა. ანუ ნორმაში ნორმალური ლიმფური კვანძი უნდა მოძრავი უნდა იყოს, მობილური უნდა იყოს. თუ ფიქსირებულია, თუ მაგარია, უფრო მეტად შედარებით საყურადღებოა. ასევე ულტრაბგერაზე ჰილუსი უნდა უჩანდეს, რაც ნიშნავს, რომ ცენტრალური მკვეთრი უბანი უნდა კონდეს და სისხლმომარაგებაც ცენტრალური უნდა კონდეს და არა პერიფერიული ან გაფანტული ნაკლებად, არამედ უფრო ცენტრალური უნდა კონდეს სისხლმომარაგება. ეგეც ნორმის ნიშანია. მკვეთრად გამოხატული კიდეები უნდა კონდეს, ანუ გაბლარული და არ უნდა გადადიოდეს ირგვლივ მდებარე ქსოვილებში იდეები. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და მრგვალი არ უნდა იყოს. მრგვალი თუა ეჭვს ბადებს, რომ ხომ არაა სიმსივნე. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ, მაგრამ შეიძლება რა თქმა უნდა მომრგვალებული იყოს გადიდებული ლიმფური კვანძიც ინფექციის გამო შესაძლებელია, მაგრამ თუ კი მომრგვალებულია და არაუვალური ფორმის, მაშინ მეტად საეჭოა. და ბავშვებში, სადაც ხშირია უფრო ლიმფური კვანძების გადიდება, ბავშვებში შეიძლება 2 სანტიმეტრამდე იყოს კისრის ლიმფური კვანძები. ანუ ზომაში დიდი იყოს, ხელით ისინჯებოდეს, მაგრამ პრობლემა მაინც არ იყოს. და მნიშვნელოვანი ფაქტი კიდევ არის, რომ ლიმფური კვანძი თუ დიდდება და ისევ ოვალურად დიდდება, ანუ დიდდება, მაგრამ ინარჩუნებს თავის ფორმებს, მოკლედ, ანუ სიგანეზე ორჯერ მეტი აქვს სიგრძე, მაგალითად, მაგრამ მაინც დიდდება. ამას ეძახიან ხოლმე როგორც წესი რეაქტიული ლიმფადენოპათიას, ანუ გულისხმობენ როგორც თქვიძებით, რომ რამე ისეთი არ არის, ან ნორმაში გავს ნორმალურს ყველაფრით უბრალოდ არის გადიდებული და ეგ ნაკლებად საშიშად მიიჩნევა. თუ სიმსივნურია ლიმფური კვანძი, აი ეს ჰილუსი გამქრალი აქვს ბევრ შემთხვევაში, კიდეები ირეგულარული შეიძლება კონდეს, სისხლმომარაგებაც გაფანტული აქვს, არა ცენტრალური, ფიქსირებულია, უფრო მკვრივია, დროთა განმავლობაში იზრდება, ანუ ვარირებს და შეიძლება კონდეს კალციფიკაციები, შეიძლება კონდეს ცისტები შიგნით, ანუ სხვადასხვანაირი აგებულება შეიძლება კონდეს. შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს ესეთ ლიმფურ კვანძებს. ესეთ დროს ხდება ბიოპსია, ბიოპსიით დგინდება რა არის გამოწვეული და მისი მიხედვით ხდება მკურნალობა. მკურნალობა ყველა შემთხვევაში არის გამომწვევი, რამაც გამოიწვია ლიმფური კვანძების გადიდება. განსაკუთრებით ინფექციების დროს ზოგ შემთხვევაში ბაქტერიული ინფექცია, ანტიბიოტიკები, თუ ვირუსულია ხელის შეწყობა, თუ კი ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობა, ტუბერკულოზია, ანტიბიოტიკები და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა, თუ სიმსივნეა, სიმსივნის მკურნალობა, ლიმფური კვანძების ამოჭრა. აი ეს არის გამოსავალი. პირდაპირი წამალი, რომ ეს დავლიოთ და ლიმფური კვანძების გადიდება შემცირდეს, ესეთი არ არსებობს და თუ ვინმე გეტყვის პირდაპირ იქნება ტყუილი, მაგრამ ვინაიდან შეგპირდით, რომ გეტყოდით, გეტყვით ყველაზე მეტად ევიდენსური რაც არის, ყველაზე მეტად რაც მოქმედებს ლიმფურ კვანძებზე, არა პირდაპირ, მაგრამ მაინც მოქმედებს გარკვეული მექანიზმებით და გეტყვით რომელია. ექინაციაა ერთ-ერთი მთავარი, ექინაცია იმუნური სისტემის აქტივაციას ახდენს, იმუნურ უჯრედებს ააქტიურებს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას აქვს და უფრო ეფექტურად ებრძვის ლიმფური სისტემაც და იმუნური სისტემაც ზოგადად ინფექციებს. შესაბამისად, ლიმფური კვანძების გადიდების რისკი მცირდება, რადგან თუნდაც იგივე ექინაცია 20%-ით ამცირებს სასუნთქი სისტემის ინფექციების განვითარების რისკს. ამიტომ ექინაცია ერთ-ერთი ევიდენსური მნიშვნელოვანი საკვები დანამატია, რომელიც შეიძლება მიიღოს ადამიანმა უმეტესად 500 მილიგრამი
დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ეს არის ხოლმე სტანდარტული დოზა. მეორე არის კურკუმინი. კურკუმინსაც იმუნომოდულაციური ეფექტი აქვს, აქტიურებს მოკლედ იმუნურ სისტემას და თრგუნავს ასევე ზოგიერთ ინტერლეიკინებს, ამცირებს ანთებას ორგანიზმში, C-რეაქტიულ ცილის დონეს ამცირებს, ანუ ორგანიზმში ანთების მარკერებს ამცირებს, ანუ ორგანიზმში ანთებას ამცირებს, რაც მნიშვნელოვანია, ინტერლეიკინ 6-საც ამცირებს და ესეც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მოქმედებს ლიმფურ სისტემაზე. მოქმედებს, რომ ლიმფურმა სისტემამ უფრო ეფექტურად იფუნქციონიროს. ხო, კურკუმინი, ტურმერიკი აითაც იცნობენ, მცენარეა და ის მოქმედი ნივთიერება კურკუმინი და მიიღება დაახლოებით 500-1000 მილიგრამი დღის განმავლობაში, მაგრამ პიპერინთან ერთად. პიპერინი არის შავი წიწაკა, რომელიც მის აბსორბციას აუმჯობესებს, ანუ შეწოვას, ვინაიდან კურკუმინი ძალიან ცუდად შეიწოვება და ამიტომ მისი ეფექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პიპერინთან ერთად მიიღოს ადამიანმა. და მესამე დანამატი არის ასტრაგალუსი. ასტრაგალუსიც მცენარეულია და არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ორგანიზმში განსაკუთრებით ცხოველებზე ეს კვლევები ჩატარებული, მაგრამ თეორიულად ადამიანებზეც მუშაობს. თუმცა თეორიულად პრაქტიკულად საკმარისი მონაცემები ადამიანებში არ აქვს, რომ ვთქვათ, რომ ასტრაგალუსი არის ძალიან ეფექტური ადამიანებში, თუმცა ძალიან დამაიმედებელია რა, მოკლედ მაკროფაგების აქტივაციას ახდენს, ინტერფერონის პროდუქციას ხელს უწყობს, ანთებას ამცირებს, შესაბამისად მიიჩნევა, რომ საკმაოდ დამაიმედებელი შეიძლება იყოს ლიმფური სისტემისთვისაც. ეგ მიიღება ხოლმე 250 მილიგრამიდან 500 მილიგრამამდე დღის განმავლობაში. თუმცა ხანგრძლივად მისი მიიღება არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ კარგად არ არის შესწავლილი. და მეოთხე ბონუსი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის turkey tail, ესე ქვია, ანუ ინდაურის კუდი, ესე ქვია, სოკო, რომელიც ძალიან კარგადაა შესწავლილი და ძალიან დამაიმედებელი ეფექტები აქვს ადამიანებში და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. მოკლედ აქტიურებს იმუნურ სისტემას, სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნურ სისტემას და შესწავლილია და აი იაპონურ გაიდლაინებში ჩასმულია, მაგალითად ქიმიოთერაპიასთან ერთად. იმდენად მნიშვნელოვანია რეალურად, რომ ქიმიოთერაპიასთან ერთად გამოიყენება სიმსივნიან პაციენტებში კუჭის კიბოსროს, კოლორექტალური კიბოსროს და გადარჩენას, ადამიანებს გარჩევს 10-15% დაუმჯობესებს. ანუ ძალიან ეფექტურია მოკლედ რა. ეს არ არის სასწავლო მოქმედი, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების გამო, მისი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების გამო ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება. დოზირება არის დაახლოებით 1-დან 3 გრამამდე დღის განმავლობაში და სტანდარტული დოზა PSK და PSP გამოიყენება ხოლმე. PSK 3 გრამი დღის განმავლობაში 2-3ჯერ გაყოფილი დღისით და PSP ფორმითაა 1-დან 3 გრამამდე დღის განმავლობაში ისიც საკვებთან ერთად გაყოფილი რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანი სიმსივნის საწინააღმდეგო დანამატია ეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო გეუბნებით, რომ აზიურ გაიდლაინებში ძალიან მნიშვნელოვნად გამოიყენება და ადგილი უჭირავს და რაც მეტი დრო გავა, სავარაუდოდ ჩაჯდება დასავლურ გაიდლაინებშიც. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ რომ ხარ დაუჭიროთ ჩემი არხის განვითარებას, ქვევით მოცემული აღწერაში და აქაც გამოვა ანგარიშის ნომრები დონაციებისთვის. ასევე თუ გინდათ რომ დონაციის გაკეთება და თან ჩემთან კონტაქტი თუ გინდათ, მაგისთვის არის პატრეონი. პატრეონზე შეგიძლიათ გამომიწეროთ, ასევე პატრეონის ლინკიც არის ქვევით მითითებული და ვისაც უბრალოდ გინდათ ხარ დამიჭიროთ დონაციის გარეშე, ესეც ძალიან დიდი საქმეა და შეგიძლიათ დალაიქოთ, გააშიაროთ ან დააკომენტაროთ, რადგან YouTube-ის ალგორითმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტივობა, დალაიქებთ თუ დააკომენტარებთ თუ დააშიარებთ ან ნებისმიერი აქტივობა ან გამოიწერთ არხს. ყველა მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ან მხარდაჭერას ვხედავ, ვინც აკეთებს დონაციას, ვინც თუნდაც ალაიქებთ, აკომენტარებთ და ასე. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი მხარდაჭერა და მადლობას გიხდით თქვენი ინტერესისთვის და ჩემთან ყოფნისთვის.